Kabatoirma. გამარჯობა. ხუთი თავარი დაპირება, რომელსაც თქვენ თავაზობთ ამომრჩევლას. მოგესალმებით, მე არ მიყვები ნუმერაციას, ხუთი ნაციონალების საარჩევნო ნომერია და დავიწყალოთ ამ ყველაფრისგან. არა, იცით რა, რატო მაშინ 8 და გავაგრძელე. არა, უბრალოდ საერთოდ 8 დაპირებაზე ვილაპარაკოთ. თუ ჩაეტევით დროში, ძალიან მოკლედ კი ბატონო. და 8-ში ნახავთ რამდენი ადამიანი რუიან შემოხაზავს. ეხლა მე არ მინდა სტანდარტული საუბარი, იმიტომ რომ არ ვთვლი ჩემ თავს პოლიტიკოსად, რომ დავიწყო ესეთი ფრაზებით საუბარი თქვენთან და ტელემაყურებელთან, რომ ავაშენებთ იმას, გავაკეთებთ ამას, აგური, ტალახი, მთელ საქართველოში ეს პროცესი მიდის ეხლა და ამას არ გააკეთებს ჩვენი გუნდი ზუსტად. პირველი რასაც არ გავაკეთებთ, რომ წინა საარჩევნოდ მაინც და მაინც გამოვიყვანოთ ტრაქტორები და ბულდოზერები და დავიწყოთ ესეთი ფუსფუსი. თუმცა შენებაში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის. ცუდი და ფარსი არის იმაში, რომ ეხლა აკეთებ ამ ყველაფერს. 4 წელი სადიყავი, რატო არ აგრუხუნებდი ქართულ ოცნება ამ ტრაქტორებს და ამ კომბაინებს. რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ყველაზე მთავარი დაპირება ხალხისთვის და მერწმუნეთ რა, რომ ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არ ტყუდება, რაც არ უნდა ლამაზი ფრაზებით ვილაპარაკოთ, ხვდება ვინ რისი გამკეთებელია, სულ რომ ვამტკიცო, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს შეგვიძლია. ძალიან კარგად ხვდება ქართველი ხალხი, ვინ არის მართალი, იცის ვის რა გზა გაუვლია, ვის რა გაუღია სამშობლოსთვის, ვის რა თავგანწირვა გაუღია, მოდით ასე ვთქვათ, და მე და ჩემი გუნდი სწორედ აი ამ თავგანწირვით მოვდივართ, ამ ბრძოლით მოვდივართ, იმითი ვართ გამორჩეულები, სხვებიც არიან, მაგრამ მე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენ იმითი ვართ გამორჩეულები, რომ კომპრომისი არასდროს არ წავსულვართ ბოროტებასთან და პირველი მთავარი დაპირება რაც არის, რომ იმ სააკაშვილს გავასამართლებთ აუცილებლად, ჩამოვაბრძანებთ საქართველოში და ეხლა ძალიან რომ ბაქი ვუქობს იქიდან, რომ მე ჩამოვალ კახეთში რთველს დავესწრები, რთველს დაესწრები კი არა, ჩამოვიყვან საქართველოში და მატროსოვზე მიბრძანდება. აი, თავარი დაპირება ქართველი ხალხისთვის. ასევე ადეიშვილიც უნგრეთში როა შეფარებული, ჩამოვიყვანთ იმას საქართველოში და თავისუფალი ქართული მართლმსაჯულება გაასამართლებს. როგორ ჩამოვიყვანთ ამის გეგმებიც გაქვთ ბატონო? რა თქმა უნდა გვაქვს, იმიტომ რომ ეს გეგმები არის ჩვენ რო გავიმარჯვებთ და ჩვენ რო ხელისუფლებაში მოვალთ, ნამდვილად მოვახერხებთ ამის გაკეთებას. დღეს რომ მე ვიყო ხელისუფლება, თქვენ გონიათ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია იგივეს გაკეთება? მე ამას გავაკეთებდი. ისეთი დანაშაულები იყო ჩადენილი მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში, ამისი პატიება არ შეიძლება და ჩვენი შვილები დაგვისვამენ მერე კითხვას, ეს ხალხი ამას რო ჩადიოდა, თქვენ სად იყავით და რატო არ აგებინეთ პასუხი? ამიტომ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ ეს დამნაშავეები დაისჯებიან და რთველზე ფიქ სააკაშვილმა თავი დაანებოს. მიბრძანდება მატროსოვზე და 24 საათი ჩაურთავენ ობიექტივს და უყურებს იმარხს. ეს იქნება მისი დასჯა. ეხლა შემდეგი მნიშვნელოვანი რა არის? საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, რომ მერე ჩემწირო იყო გამობრძანებული ამ ეთერში ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ეხლა ძალიან ისეთი ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობს დემოკრატია, თავისუფლება, იქ ქართული ოცნება ავალებდა თურმე კოჰაბიტაციას, ეს სამარცხვინო ესა. როგორ ბედავს ამას? ერთი წამით მაცალეთ, არ გინდათ ჩართვა, ეხლა სრულიად ზედმეტია კომენტარები აქვს. არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ მარტო სააკაშვილს კი არ ვაგებინებთ პასუხს. აი ამ არჩევნების გამყალბებებს თავდაცვის მინისტრსაც მივაბრძანებთ იქ, სადაც საჭიროა, აგებს პასუხს იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა და ნუ იფიქრებს აგულაშვილი, რომელიც ეხლა შეეტენა ქართულ ოცნებას და გადაირჩინა თავი, რომ ის გადარჩება. ჩვენი საარჩევნო დაპირებები მხოლოდ და მხოლოდ დასჯაზია. ეს პირველი ეტაპია, ჩემო კარგო. პირველი ნაწილია ამ დაპირებების და ჩვენი მთავარი ამოცანა მარტო ის არ არის, რომ დაისაჯოს ეს ხალხი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთი ფიგურები, როგორიც არის სააკაშვილი, ადეიშვილი, არჩევნების გამყალბებელი ხიდაშელი, აგულაშვილი და სხვები, იყვნენ დასჯილები. საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გადავედი მე და კომისიებით დაწყებული დაკომპლექტების წესი, იმიტომ რომ წინა ხელისუფლებამ, ამ ხელისუფლებამაც, იმის წინა ხელისუფლებამაც, მთელი ეს სისტემა, საარჩევნო სისტემა, მასში დასაქმებული ადამიანები, კომისიის წევრები, საუბნო, საოლქო, ცენტრალური, დააზიანა ეს ხალხი, გესმით? მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა გარყვნა. თუმცა ესეც მოხდა.
დააზიანა ეს ხალხი, ამიტომ სრულიად ახალი ფენა უნდა შევიდეს ამ სისტემაში. თვითონ სისტემა უნდა იყოს თავისუფალი. აი ეს კვალიფიციურობის მინიჭების წესი როა, რომ პარტიას თუ არჩევნებში რაღაცა პროცენტი გადალახა, ბარიერის ენიჭება კვალიფიციურობა. სულ სხვა წესი გვაქვს ჩვენ უფრო შემოქმედებითად, არასტანდარტულად ვუდგებით ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესს. და ეს ყველაფერი ჩვენი პროგრამა იქნება საზოგადოების განსჯისაგან. ისე კი არა, რომ მოვედით ხელისუფლებაში, მოვინდომეთ და ვცვლით, მაგალითად ელექტრონული არჩევნების სისტემის შემოღება ძნელი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს ხომ აქ მინიმუმამდე დაიყვანდა არჩევნების გაყალბებას, მაგრამ ნება არ იყო. ყველა ხელისუფლებას აწყობს ის, რომ არჩევნებში რაღაცა თათი კონდეს ჩადებული და შეეძლოს რაღაცა манипуляცია. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, არ დაუშვებთ იმას, რაც მოხდა საგარეჯოში. გაიხსნება გზა ყველა პარტიისთვის. პარტია, რომელიც შეაგროვებს 10,000 უნიკალური მხარდამჭერის, ხას უსვამ ამას, უნიკალური მხარდამჭერი უნდა იყოს ხელმოწერას. ეს პარტია უნდა ითვლებოდეს უკვე კვალიფიციურად. და არის უამრავი დეტალი, გესმით, აი თქვენც უკვე მაჩერებთ. კი, იმიტომ რომ საერთოდ ასეთი განუსაზღვრელი არ არის. გასაგებია. შემდეგი პუნქტი არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული ყველანაირი წნეხისგან არჩევნებთან მიმართებაში ვამბობ მე ძალოვანი სტრუქტურები. ის რაც დღეს ხდება საგარეჯოში, რომ პოლიციის უფროსი, ვინმე ჭიაბერაშვილი, რომელიც ვერადავერ გაიყვანეს საგარეჯოდან და პოლიციის სისტემიდან, ისევ აშინებს ადამიანებს. პატარა ამბავი მოხდა, ერთი უბრალო წვრილი მეწარმე კაცია, წესიერი ქართველი კაცი, გუშინ ადგილს მithმობდა, რომ ბანერი დაგვედგა, დამთახდა და რამდენიმე წამში მითხრა, რომ ვერა ირმა ამ ადგილს ვეღარ დაგითმობ, იმდენმა ძალოვანმა კაცმა დამირეკა და ნუ დამასახელებინებ მათ გვარებსო. აი ეს არ მოხდება ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში. ყველა იქ დადგამს ამ ბანერს, სადაც სახელმწიფოს ექნება ადგილი გამოყოფილი. ახლა მე ეკონომიკის ნაწილზე არა ვარ, მე დიდი ეკონომისტი და მე მგონი არ იქნება თლათ ისეთი სერიოზული ამაზე სიღრმისეულად ვისაუბრო, თუმცა ამაზე გეტყვით მთავარ რაღაცას. ყველა ხელისუფლება ლაპარაკობს რეფორმებზე. რეფორმა რაღაცაში განვახორციელეთ, წინ წავი, ვინ წავიდა წინ? მე ვერ ვხედავ, რომ ჩემ გარშემო ვინმე წინ წავიდა. რომელიმე ოჯახის კეთილდღეობა შეიცვალა, რაღაცა მოხდა ამ ოჯახებისთვის სასიკეთო. არა და რეფორმებზე მიდის, ხო, გახურებული საუბარი. ჩვენ უნდა გადავიდეთ ეტაპობრივად ციფრული ეკონომიკის მშენებლობაზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ უნდა მივცეთ ბიძგი მეცნიერებათევადი ტექნოლოგიების განვითარებას. აი ამაზეა, ამას ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, გერმანიის, საფრანგეთის, არის ესეთი ინდექსი, თუ არ ვცდები, NASDAQ-ი ქვია, რომელიც მიგვანიშნებს შეერთებული შტატების ეკონომიკის განვითარების დონეს, ციფრული განვითარების დონეს და ჩვენ დღეს ეს NASDAQ-ი კი არა, საერთოდ არანაირი დონე არ აქვს სინამდვილეში, ამიტომ არის ამდენი გაჭირვება, ამდენი მშიერი ადამიანი გარშემო და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პირობებში მთავარი გამოწვევა იქნება შიმშილობის დაძლევა. აი თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, რომ ქართველი ხალხი შიმშილობს, მე არ ვიცი, ის ან რა პოლიტიკოსია, ან რა მოქალაქე ამ ქვეყნის და ჩვენ ისეთი ხელისუფლება ვიქნებით, რომ მე არასდროს და არც ჩემი გუნდის არც ერთი წევრი არ გაბედავს 60,000 ლარი პრემია აიღოს და 77,000 ბავშვი შიმშილობდეს და პური ენატრებოდეს. აი ეს არის და ეხლა მე ჩემი სურვილი არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ამ რაღაცა პროცენტების მიუხედავად და თქვენ კვლევებზე თუ დამპატიჟებთ, მოვალ და ვისაუბროთ ამაზე. მოგვექნება კი, მოდი დღეს არჩევნო პროგრამებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი 8-ში შემოხაზავს 8-იანს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ ჩვენ მხარდამჭერებს მინდა მოუწოდო და ვუთხრა, თქვენ უნდა მიბრძანდეთ საარჩევნო უბანზე. აუცილებლად უნდა იაქტიუროთ და შემოხაზოთ 8-იანი, იმიტომ რომ ჩვენი გამარჯვება, ეს არის თქვენი გამარჯვება, ჩვენ ვართ თქვენ, ჩვენ არა ვართ სადღაც ზემოთ სხვა პოლუსზე, როგორც ეს ხელისუფლება და წინა და თქვენ სხვაგან. ჩვენ ერთ პლანეტაზე ვართ და აი ამას ქვია საქართველო, რომელსაც ერთად უნდა დავეხმაროთ. დიდი მადლობა ირმა ინაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ეხლა ჩვენ სტუდიაში განვაგრძობთ ჩვენ სტუმართან ერთად საუბარს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო სისპირველი ნომერი კახა შარტავა შემოგვიერთდა საგამშვიდობებსა ბატონ კახა ჩვენ თქვენთან არა მარტო ხუთ საარჩევნო დაპირებაზე ვისაუბრებთ, არამედ როგორ ემზადება ეროვნული ფორუმი არჩევნებისთვის. საგამშვიდობებსა კიდევ. გამარჯობა, საგამშვიდობისა, დიდი ხანი არ ყოფილ ვარ. თქვენც არ ყოფილ ხართ დიდი ხანია პოლიტიკაში. მას შემდეგ მე მგონი რაც დაარბიეს, მე აქ არ ყოფილ ვარ და ეხა უცბად შევხედე კედლებს და გამახსენდა რაღაცეები და ბუნებრივია იმის გამო